მაგრამ მაინც პირველი იცით აქტუალებული ვარ პროდელი დარბაზი და აუდიტორია. ჩემი ახალგაზრდები. ბოლოს წელია რომ მე ასეთი სოხუმის უნივერსიტეტის ახალგაზრდობა, იცით, რასაც ნატრობ ხოლმე. რასაც წლების წინ, ახლა ბოლო 4 წელია მე ჩამოშორებული ვარ აქტიურ ჩემს ფაკულტეტზე, ჩემს სპეციალობას, ჩემს საგას და რასაც ვეხვეწებოდი რომ გიყვარდეთ პოეზია, ერთმანეთი გიყვარდეთ, იარეთ, მოიარეთ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო, ნუ ველოდებით რომ ვიღაც ავტობუსს მოიყვანს, ან გოჭსთან რაღაცას ჩაიდეთ 3-4 წამი მოხარშული კვერცხი და ფეხით ვლეთ მთელი თქვენი ლამაზი ქვეყანა თუ აგერ ჩემს ნასტუდენტარებს ახსოვდეს. ნელა აგერ ფოტოს მიღებს იქით დარიგო მიღულეს და იცით. სანამ მე შემეძლო ვაკეთებდი ამას, არასოდეს აღარ ვიშურებდი ძალას, რომ ჩემს მეგობართან ერთად ქალტონი მედია აქ მე ყოველთვის გამეკეთე, როგორმე წამეყვანა ახალგაზრდობა, ენახათ რა სიმდიდრის და რა ქვეყნის პატრონი ვართ, იცით. მე ყოველთვის მყავდა ასეთი ადამიანები გვერდით, რომ შეუძლიათ დიდი რომ პატარა ყვავილის დანახვაზე, იცით, აი რობერტი რომ დადებს მე Facebook-ზე ან ფოტოებს სადეძებს გიჟდები, მოწერ ხოლმე კაცო, ნუ მაგიჟებ თქო. ახლა ვიგიქნეთ მანდარინებს. ხო და იცით რა, წლების წინ ბავშვებო, აი აქ ამ ქუჩაზე ჩამოდიოდა ერთი დიდი ხელოვანი კაცი, ყობაგურული, გაგიგონიათ ალბათ ქართული ჭედური ხელოვნების ურწმუნოვანესი წარმომადგენელი, რობერტ. ეს მე შენ გეტყოდი ჩუმად, მაგრამ რადგან მე ვხედავ, რომ აქ ლექსი უყვართ ისეთები დარჩნენ, ვისაც არ უყვარდა, იცით, აი კოლეგებიც კი ისეც ხმუტავდნენ, რატომღაც გონია, რომ ერთი ლექსიც კი არ მოისმინეს თავიდან ბოლომდე და ვისაც არ უნდოდა ისინი უკვე წავიდნენ და ახლა მართლა პოეზიის თაყვანის ცევლების ხედან აქ და ამიტომ გეუბნებით. ყოველ დილით მოდიოდა ეს კაცი, ყობაგურული, ნუცუბიძის ბოლოში ცხოვრობს, იქ მოგეხსენებათ ეს ჩემი სტუდენტობის დროს აქეთ სახლები საერთოდ არ იყო. მე კი ვარ ერთი კაი ყვავის ხმისა და ხო და მხატვრების უბანი იყო ეს და მე რატომაც აი აქ რომ დავსახლით, იცით, აი ამ ეს იყო საშინელება, ნაცრისფერი რაღაცა, ჩვენ გავალამაზეთ ეს ქუჩა, რომ იცოდეთ, თქვენ ალამაზებთ და წამოვიდოდა ეს ნათელი კაცი, ჯვრიანი ქუდით, რობერტიც ატარებს ხშირად, იცით, ამ ქუდს და წამოვიდოდა მარცხენა მხრიდან მოდიოდა ხოლმე, პირით მოდიოდა ტრანსპორტში, რომ ჩამჯდარიყო და მოჰქონდა 2-3 ისეთი ყვავილი, ავედევნებოდი, იცი და მიუყვები უკანა, სად ნახა და როგორი ყვავილია, ნუ რაღაც საოცრებას. მისი ასაკი შეემატოს და ყველას ვახვეყდად, მაგრამ ახლა რობერტის ვეკითხები, ბიჭო, რომ დადიხარ ამ ჯიქიას ქუჩაზე და მე ძაღლები კიდე კაი ახლა უკვე აღარ არიან, თორე ჩვენ რომ პირველ პერიოდში აქ დავდიოდით, გაგიხარია 20-40 ძაღლი აკვედევნებოდა მე და მედიკოს და მე მაგას ისეთი ბედი აქვს, ყველა ძაღლი კბენს და 40 რემს მეკნებოდა გასაკეთებელი, ნუ ვერ წარმოიდგენთ, ისეთი სიტუაცია იყო და გიჟდები ახლა რობერტ სად ნახულობ, ეს ერთი. მეორე მადლობა მინდა ვუთხრა, იქ არ ჩაგიწერთ ახლა უკვე იმისთვის, რომ დღეს ცხოვრება გამიხარგრძლივე, იმისთვის, რომ გეფიცებით, არაფერზე არ მიფიქრია ეს 2 საათი პოეზიის გარდა, იმისთვის, რომ დედმამა ასე ლამაზად გამახსენე, იმისთვის, რომ ბებო გიყვარს ასე, რა კარგად გითხრა 1-2 სიტყვა იმან, იცი რა იქ აი ეს არ მქონდა მერხი, თორე უნდა ჩამეწერა, იცით ეს სიტყვები. აი პატარა ბიჭუნამ რა გემრიელად გითხრა სიტყვა, მომეჩემიანებინაო.
ხო, ეს მართლა სული პოეტია ეს კაცი. მე ვიცი რომ ის კარგი დედმამიშვილია და მადლობას ვეუბნები მას, მამას იქ და დედიკოს რომ შენ ასეთი სული ჩაგიდეს გენაცვალე. აი ეს სიტყვა მომეჩემიანებინაო 61 მარტო ეს სიტყვა თუ დაიმახსოვრა კიდევ ვიღაცა. ესეც საკმარისია. ის რომ შენ ფიქრი ასე ნაზად გიყვარს. იცი მერიდებოდა, მითოდა შემეხედა ფიქრიას და შენ რომ ეს უკითხავდი ნეტა როგორ ზის თქო, მაგრამ ვეღარ მოვახერხე. მადლობა იმისთვის რომ ძალას მაძლევ რომ მიუხედავად ასაკისა მეც მიყვარდეს და მეუბნები რომ ხელს ნუ ჩაიქნევო. ასაკვლელა ჩემი მეუბნე რომელსაც სიყვარული კერა დილიდან მეგუზღუნები და სად არის ახლა ეს სიყვარული ციტი გიტარი გადასულდა მე ვფიქრობ რომ აი რა კარგი იყო ხა იმ ციური სოხუმის აი ავიდოდით მე და რაღაცა იმ ხომს იცი აი ბოლომდე გავიდოდით და ორი ვარსკვლავი თუ იყო ერთად ვახტანგ ვეუბნებდი აი ეს მე ვარ ვახტანგ ვიტყოდა აი ეს მე ვარ კიდევ რა მინდა თქვა ამასინაც ავიკითხე რომ ვეზო ინანიშვილი ეს მეულესთან იყო ინტერვიუ იცით თქვენ ვისაც წიგნი უყვარს რასაკვირია და ამ ქალბატონმა თქვა კახეთში როცა ჩავიდა ეს მასწავლებლად და მე რომ შეუყვარდათ ერთმანეთთან რომ დადიოდნენ იცით და ბოლომდეო სიცოცხლის ბოლომდეო როცა გამოვიდოდითო, იცი, სიცხეშიც და ზამთარში მით უმეტეს წარმოვიდოდა თურმე ცოლის იმაში. აი ასე და ჯიბეში